კალაძესთან მერიაში ბიძინას ბუღალტერია შესული და მოპარულს ითვლიან. გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები. წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი. ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განმარტებით მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო. მამუკა ჭაბაშვილის თქმით ბრალი ბანალურ საქმეზეა და ის 2 წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ისრაელით და ირანით უკმაყოფილება არ განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ისრაელს მიმართა არ ჩამოაგდონ ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. წაიყვანეთ თქვენი პილოტები სახლში, ახლავე, წერს ტრამპი. ნიდერლანდები უკრაინისთვის 175 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. ანგარიშის მიხედვით უნგრული ოჯახები ამჟამად ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 72%-ს მოიხმარენ.